ეთყობა რაღაც შეცდომა სტიპენდიასთან დაკავშირებით. თქვენი სახელი? არა, არ შეიძლება. უფლება არ გაქვთ ჩემი სახელი იცოდეთ. რატომ გავუკეთე ბორკელები უცხო ადამიანს? შენთვის რომ ეჩივლა? მე რა ვიცი? გავბრაზდი. მადლობა მითხრეს რომ მარტო ბორკელები გავუკეთე. თანაც ისეთი უკონტროლო ადამიანია. მინდოდა ჭკუა მესწავლებინა. იმის ნაცვლად რომ ჭკუა გესწავლებინა კურსი მიიღე. თუ როგორ გავატაროთ მთელი დღე სერგან ბოლათთან ერთად. მართლაც. როგორ ჩაიარა დღე? როგორ უნდა ჩაევლო, რა თქმა უნდა, საშინლად. მაგრამ ის მართლა ძალიან სიმპათიურია. მაღალო, მართალი ხარ. მუცელში პეპლები ამიფარფატნენ, როდესაც დავინახე, ძალიან სიმპათიურია. კიკი ასეთი სიმპათიური არასოდეს მინახავს. ნახე მისი თვალები, სიმაღლე. გოგოებო, რას აკეთებთ? ნუ სულელობთ, სირცხვილია. არა, მე უბრალოდ გულები. ლამის გულები გაგვიხეთქე. ირეკავდით და არ პასუხობდი, ვერ დაგიკავშირდით. ტელეფონი და ჩანთა მის მანქანაში დამრჩა. მელო, ასე დროს ამას ამბობენ? მე რა ვიცოდი? ალბათ ჯენკიც მირეკავდა. აბა რა, ჯენკი ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემაა. მაშინ იძულებულები ვართ ოფისში წავიდეთ. მეორედ დაუფიქრებლად აღარასოდეს აღარ მოვიქცევი, აღარასოდეს. მოიქცევა ისეთი სიმპათიურია. სერიოზულად გეუბნები. გავიქცეთ, გოგო. ძმო, ვინ არის ეს გოგო? რატომ არ გეუბნება თავის სახელს? ვერ მიდანს. ღმერთო ჩემო, რატომ? კარგი კითხვა. მალე გავიგებთ. ლელა, ბატონ აჰმედს უთხარი, რომ ბიუჯეტი მოამზადოს და ჩემს კაბინეტში მოვიდეს. მოგესალმებით, წარმატებული დღე. სერგან ბოლათი აქ არის. ვის აინტერესებს? მე მაინტერესებს, შეგიძლიათ დაურეკოთ. თქვენი სახელი? სახელს არ გეტყვით. თქვენ დაურეკეთ, უთხარით, რომ გოგოს, რომელსაც სახელის თქმა არ სურს, მასთან შეხვედრა უნდა და მიხვდება. შენი სახელის თქმა რატომ არ გინდა? არ ვიცი. მოუნდება რომ სტიპენდია განამიხადოს. დევნას დამიწყებს შემაწუხებს. არ მინდა მასთან ლაპარაკი. მე მომიჩვენა რომ შენგან თავის დახსნა უნდოდა. ბატონო სერგან, აქ ერთი გოგოა, თავისი სახელის თქმა არ სურს. თქვენ მას იცნობთ? სახელის თქმა არ სურს? დიახ, ვიცნობ. 5 წუთი მოიცადოს. კარგი ბატონო. მოიცადეთ 5 წუთი ბატონი სერგანი, ახლა დაკავებულია. 5 წუთი? ბატონო სერგან. აჰმედ, მოდი. აჰმედ, თურმე საზღვარგარეთ სტიპენდიას არ ვიხდით. შენ გააკეთე ეგ? დიახ. რატომ? ზოგიერთი ხარჯის შემცირება მოინდომეთ. რომელი ხარჯების შემცირება მინდოდა? ზედმეტი ხარჯები. ანუ მანქანების დაქირავება, მოგზაურობა, მასალები ოფისისთვის. ეგ არის ზედმეტი ხარჯები, სტიპენდია არა. გესმის? ხო, უცხოეთის სკოლები, ენგი გთხოვდა ჯექი. მე არ მიფიქრია. რას ნიშნავს არ გიფიქრია აჰმედ? როგორ მიიღე აჰმედ ასეთი გადაწყვეტილება ჩემ და დაუკითხავად?
ნახე ისევ გაგიჟდა. თქვენ 5 წუთი მითხარით, გავიდა უკვე, მე წავედი. გოგოებო, მე წავედი. მოხდა რამე, სად მიდიხარ? წავიდა. ღმერთო, ეს ის გოგოა. ახლა ყველაფერი აირევა. მაბადიეთ. გამარჯობა. სად არის ბატონის სერქანის კაბინეტი? მე დაგეხმარები. მოპირდაპირე მხარეს არის. შეხომ დღეს გაგათავისუფლეს პარკში. დიახ, გამათავისუფლეს, მაგრამ გათავისუფლების მერეც აგრძელებენ ჩვენთან მუშაობას. მანამ სანამ ახალი ასისტენტი არ მოვა. თანაც ახალ ასისტენტს უნდა ვასწავლო ყველაფერი. თუმცა ბატონის სერქანი ამბობს, რომ მე არაფერი არ ვიცი, მაგრამ კარგი. შემიძლია რაღაც კითხო? კითხე. პირადული, კითხე. ორივეს არ გვიყვარს ბატონის სერქანი. შეგიძლია მისჩიო რამე რაც გააღიზიანებს? მხოლოდ 5 წუთით შევალ და გამოვალ. ინერვიულებს და გამოვალ. ანუ უნდა გააბრაზო? ეგ ძალიან მარტივია. ბატონის სერქანი ყველაფერზე ბრაზობს. შეწყებაც არ არის საჭირო. არა, დაფიქრდი. რამე ისეთი, რაზეც დაფიქრდება. გონს რომ ვერ მოვიდეს, გაგიჟდეს. არა. მინდა რომ გაგიჟდეს. ვერ გააგიჟე. ვერასოდეს. ბეტონივით არის. ჭკვიანი, დისციპლინირებული, ცოტა ძინავს, ბევრს მუშაობს, მაგრამ რა? შეცდომა უნდა უპოვო, მაგრამ ვერ იპოვო. მაგრამ თუ იპოვე, განადგურდება. დაფიქრდება, იმიტომ რომ ჩაიციკლება. ესე იგი შეცდომა ვუპოვო. მაგრამ ვერ უპოვე. ამ თემაზე ძმაო ვისაუბრეთ თათბირზე. შემოდი. ჩემთვის სულ ერთია, მაგრამ პრესა კითხვებს დაგისვამს. ხომ იცი არა? აჰმედ. მოგვიანებით. კარგი. მაშინ მეც. ჩემი ჩანთა დარჩა მანქანაში. ხა. სხვათა შორის მომხდარის გამოშენი პომადა ჩემთან დარჩება. ძალიან მაინტერესებს რის დაწერას აპირებდი მანქანაზე. მაგას შენს ფანტაზიას მივანდებ. შენი სტიპენდია მე არ გამიუქმებია. ფინანსურმა დირექტორმა. ანუ ეშემი შეცდომა არ არის. შენი შეცდომა არ არის? არა. ჩემ სტილში არის იმ ადამიანების ცხოვრების დანგრევა, რომლებიც უცხოეთში სტიპენდიებს შორის პირველ ადგილზე იყვნენ. გაათავისუფლე ფინანსური დირექტორი. მაინტერესებს ამ ხელა შეცდომის გამო გაათავისუფლე? გინდა გავათავისუფლო? თქვენი შეცდომის გამო ცხოვრება დამენგრა. ჩემი ცხოვრება დადგა თავდაყირა. არ ვიცი ხვდები თუ არა. მინდა რომ ადამიანმა თავისი შეცდომა მიიღოს. სულ ეგ არის. ვინ? გინდა რომ ფინანსურმა დირექტორმა ბოდიში მოიხადოს? მე აქ მხოლოდ ერთ ადამიანს ხედავ, ვინც შეცდომა დაუშვა და ეს სერქან ბოლათია. თუ სერქან ბოლათმა არ იცის ამ შეცდომის შესახებ, მაშინ სერქან ბოლათის შეცდომა და თუ იცის, მაინც მისი შეცდომა. ანუ შეგიძლია საკუთარი თავი გაათავისუფლო, იმიტომ რომ სხვა ადამიანს მომავალი დაუნგრია? ასეც ვიცოდი. თუ გინდა ჯერ კიდევ შემიძლია სტიპენდია დაგიბრუნო. სულ ეგ არის? მართლა სულ ეგ არის? ანუ სტიპენდიას დამიბრუნებ და ჩემი ცხოვრებაც თავის ადგილს დაუბრუნდება? ყველაფერი გამოსწორდება. ასეა? რატომ გონიათ რომ ყველაფერი ასეთი იოლია? არ მინდა. შენგან არაფერი მჭირდება. შეგიძლია არ იჯიოტო. ვიცი რომ ძალიან გინდა უნივერსიტეტის დამთავრება. რამდენჯერ დავრეკე, მეილზე მოვიწერე. აქ მოვდიოდი. ვამბობდი რომ გამრიცხავდნენ სტიპენდიას თუ მომიხსნიდით, მაგრამ არც ერთმა ადამიანმა არ მომისმინა. საიდან უნდა ვიცოდე რომ იგივე არ მოხდება? როგორ შეიძლება ადამიანის სიამაყე ასე გათელო? არ არის საჭირო. გაჩერდი. შეჩერდი. ისმინე. გარანტიას გაძლევ რომ არანაირი პრობლემა არ იქნება. კარგი, რა სიტყვი?
ეთესი სუფთა ფურცლიდან დავიწყებ ცხოვრებას. შენ კი დღევანდელის გამო ბოდიშს მოიხდი. რა? უკაცრავად, მაგრამ მე უნდა მოვიხადო ბოდიში. მე უნდა მოვიხადო აქ ბოდიში. კარგი, ბოდიშს ვიხდი. კარგი. მაგრამ ყველა წინაშე იტყვი, რომ ყველაფერი რაც დამემართა შენი ბრალია. მე შეცდომა არ დამიშვია, გესმის? მაშინ არც მე მოვიხდი ბოდიშს. მომისმენე. შენ მართლა არანორმალური ხარ, გესმის? შენ კი უგრძნობი რობოტი ხარ, რომელიც არ აღიარებს თავის შეცდომას. რობოტი არა? რობოტი. სწორედ გავიგე, ეს ბატონო სერქანს ეჩხუბა. ვინც არ უნდა იყოს ჩემი კერპია. დღეს ძალიან საინტერესო დღეა. შედით უკვე. მენექშე ჩვენთან ერთად რატომ არის? ეს მენექშე დაიღალა. შეიძლება გახმეს. მე წამალი მივეცი. ფოთლები გაუწმინდე, მაგრამ ჯერ კიდევ ემტვერება ფოთლები ასე, მაშინ არის, როდესაც მარტოსულია. ოჯახი მოენატრა. ადამიანი სჭირდება, რომელიც გზას ასწავლის, ამიტომ აქ მოვიყვანე. საკუთარ თავზე ხომ არ ლაპარაკობ, ბედა? რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე, მამიდა. ეგ როგორ? ჩვენ აქ მენექშესთვის ვატარებთ თერაპიას, შენ კი რას ამბობ? ეგ სერკამბოლათი. ერთი ხელში ჩამივარდეს. და საერთოდ რატომ წახვედი მის გამოსვლაზე? ნახეთ, როგორ მიყურებენ. ტვინი სულ არ გაქვთ. მამიდა, მისი გამოსვლა დამავიწყდა უკვე. ჩვენ აქ ერთმანეთში მენექშეზე და სხვა რაღაცებზე ვსაუბრობთ. ღმერთს ვაქნას. იქ სადაც ჩვენ ვართ, მენექშეს არაფერი მოუვა. ჩვენ მისი ოჯახი ვართ. მომშივდა. დამღალეთ უკვე. ეს ფარული საუბრები მომბეზრდა. ჩემ სახლში შევდივარ. საჭმელი მოგიტანეთ, მაცივარშია. სხვათა შორის. დილა საუზმეზე ჩემთან მოხვალ, შევთანხმდით დედა? მე? მოდი, უშენოდ როგორ შეიძლება? ჩემი თქმილი ტვირთი ხარ. მოსაწევს ელოდები ჩემგან. მადლობა, მამიდა, საჭმლისთვისაც მადლობა. ხვალ შევხვდებით. გემრიელად მიირთვით. არაფერზე იფიქრო. როგორც იტყვია. ცხოვრება ხანმოკლეა. ნამდვილად. მიდი ხანმშვიდობისა. დროებით. დადა? ხომ ჩვენს მაღაზიაში აღრიცხვა იქნება? ხო? ბორდგამცილებლის საქმეც გამოჩნდა. შეგიძლია ჩემს ნაცვლად წახვიდე იქ? გთხოვ. მელო, წავიდოდი, მაგრამ ჯენ კი უნდა ვნახო. და მართლა წავიდოდი. რა არის ამაში ისეთი? სოფლიოში საუკეთესო მეგობარი ხარ. მე შენ ძალიან მიყვარხარ. ძალიან დიდი მადლობა. მელო, როგორ მისმენ? წავიდოდი მეთქი, რომ არ ვნახო. მაგრამ ჯენს უნდა შევხვდე. უეჭველი ვერ შეხვდება. უეჭველი. მაღალო. მელო, ძირფასო. ხოლ დედა ჩემს დაბადების დღე აქვს. იქ ვერ წავალ. იქ ისედაც მოკლე სამუშაო დღეა, მხოლოდ იმის გამო, რომ ცოტა დიდი წონა მაქვს. ძლივს ამიყვანე სამსახურში, გეფიცები გამათავისუფლებენ, მაგრამ მშობლები მეც გამომაგდებენ სახლიდან. შავა გოგო. შენგან არ გამოვა. ჯენ კი რაკას გოგოებმა. ალო? ჯენგ? ახლა? კარგი, მოდი ახლა შევხვდეთ. კარგი, ცოტა მოგვიანებით. მომემზადები და გამოვალ დროებით. ჯენგ, შევხვდები. ეს რა არის? თქვენ იყიდეთ? არა, მე არ მიყიდია. არც მე. მაშინ მე. არა. კი?
ნახე ადამიანს როგორ ლანძღავდი, მან კი რა გააკეთა შენს გამო ვერ ხედავ? ადამიანი მარტო სიმპათიური კი არა, რომანტიკოსიც აღმოჩნდა. ნამდვილი რომანტიკოსია. ის თავის თავზე შეყვარებული და თვითკმაყოფილი იდიოტია მელო. ჯერფასო ნაკლი ყველას აქვს, მაგას არ უნდა მიექციო ყურადღება. მის სილამაზეზე, სიმდიდრეზე და რომანტიულობაზე უნდა კონცენტრირდე. წავედი კოცნით. კოცნით, ხილად იყავი. ამ გოგოს საკუთარი თავი საერთოდ არ ეცოდება. ძალიან ლამაზი გოგოა, მაგრამ საკუთარი თავი არ ეცოდება. იმ ჯენკს უნდა დავაშოროთ. დროა მაგი და გავშალოთ? კარგი, მოდი ერთად გავშალოთ. მიდი ჯერენ. მიდი მოამზადე. ხო, კარგი. კარგი. მითხრეს რომ მაგხარ. ასეთ დროს ოფისში ხარ? მიყვარს. რატომ? მე ხომ ამ კომპანიის პიარ მენეჯერი ვარ. ხალხო ნიშნობა გაქვს. ვიფიქრე რომ ღამის გატარებას ოფისში არ ესურვებდი. ბორგელები. ზედმეტი თავდაჯერებულობისთვის. ფერითის იდეა იყო. კონკრეტულად რა? ბორგელები თუ ნიშნობა? იმიტომ რომ ყველაფრით თუ ვიმშელებთ, ფერიც ბევრი იდეა აქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქანქარადაღის აზრებს დიდი ზეგავლენა აქვს მის გონებაზე. ეგ არის შენი პრობლემა სერგან. სამსახური კონკურენცია, სისხლი. გეუბნები რომ ნიშნობა მაქვს, შენ კი ასე პასუხობ. რამდენით რო გავიდა ჩვენი დაშორების მერე? როგორ შეგიძლია ასე მომექცეს ელინ? რატომ არ მითხარი? რატომ ფერითის ელინ? ჩვეულებრივ ისინი ვინც იმას აკეთებენ რაც უნდათ, ვერ ისმენენ იმას, რის მოსმენაც უნდათ. მინდა რაღაც გითხრა სერგან. ჩვენგან ერთ-ერთმა მაინც უნდა გააკეთოს რაღაც. რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს და ასეც მოვიქცე. არ დადგე უბრალოდ და არ დაიწყო ლოდინი. არ დაიწყო თავის მოკატუნება, თითქოს ცხოვრება არ გადის. აბა რა სიტყვი? მოხვალ? დარწმუნებული თუ ხარ რომ ნიშნობას მოაწყო? შეგიძლია დარწმუნებული იყო რომ მეც მოვალ. ფერიthi კარგი ადამიანია სერგან. ის ზღვა ტალღების გარეშე. ანუ შენაირი არ არის. ხომ მიცნო? აღნიშნო დიდად არ მიყვარს, მაგრამ არ იხელა. შენს დღესასწაულს არაფრით გამოვტოვე. ხვალ შევხვდებით. ჯენ? ედა, კეთილი იყოს. პირიქით, კეთილი იყო შენი ჩამოსვლა. მადლობა. როგორ ხარ? კარგად, ძალიან კარგად. ფრენა ცოტა უხერხული იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში კარგი იყო. შენ როგორ ხარ? კარგად, სინამდვილეში გული დამწყდა რომ ვერ გნახე, მაგრამ კარგია ხარ რომ მოხვედი. რატომ? ისე თქვი, ძალიან კარგად გამოიყურები, ძალიან მხიარული და ბედნიერი ხარ. კარგად ვარ. იტალიამ კარგად იმოქმედა ჩემზე. განწყობა დიდებულია. ცოტა გავისეირნოთ. მოდი გავისეირნოთ. თვეები გავიდა. ჩვენი ბოლო შეხვედრიდან. სამსახურიდან 3 დღით გავეთავისუფლე შენ რომ მინახე. ყვავილების მაღაზია სამსახურს ეძახი? არასრული გრაფიკით მუშაობ იქ. აბა როგორ ვუწოდა, ჰობი? მაგრამ მე რა ვიცი და. შენ ხომ ლიცეუმის სტუდენტად არჩი? არ დარჩენილ ვარ ჯენკ. არ დარჩენილ ვარ. შეიძლება ვერ დავამთავრო, მაგრამ განმეორებით გავალ გამოცდაზე სახელმწიფო უნივერსიტეტში. ანუ 4 წელს განმეორებით. რა ვქნა ჯენკ? რისი გაკეთება შემიძლია, მითხარი? იტალიაში წასვლა ჩემი ოცნება იყო. ყველაფერს ვაკეთებ რომ იქ ჩავფრინდე და გავაკეთებ კიდეც. ახლა იმასაც ვფიქრობ რომ იქნებ შენს დაბრუნდე. თვითონაც ამბობ რომ სამსახური არ არის. მე ერთად წავალთ, როგორც ჩვენს ოცნებებში. იქნებ აქ დავსხდე ცოტა ხანს. დავსხდეთ, კარგი. რა თქვი? ხვალ სელინის ნიშნობაზე მივდივარ. სერგან არქნა. ენგინ. იმ ადამიანს არ გაყვება,
ძალიან კარგად ვიცნობ სელენს. ძმაო, რას ნიშნავს ცოლად არ გაყვება? ადამიანთან ნიშნობას აწყობს და საერთოდ თვითონ მიგატობა შენ. მას არ მიუტოვები ვარ, იმიტომ წავიდა რომ მეგონა არ მიყვარდა. მართლა? მერე? გიყვარს? თქვი. სელინი მიყვარს თქვი? ისმინე ძმაო. ეგ გოგო ამდენი წელი ელოდა რომ ხელს თხოვდი. შენ არ თხოვე. შენთან დაშორება მოინდომა. შენ კი გოგოს არც კი შეეწინააღმდეგე. ახლა კი მხოლოდ სიამაყის გამო მე და სელინი პარტნიორები ვართ ამ საქმეში გისმის? თუ არ წავალ, ცუდად გამომივა. ანუ ამას სამსახურეობრივ ურთიერთობას ეძახი? ისედაც დაუნგრია გოგოს ცხოვრება. ახლა მაინც დაანებე თავი მას. ძმაო, მასთან ურთიერთობის დროსაც ასეთი იყავი. მეგონება შეთანხმების პუნქტებს ასრულებ. სრულიად უემოციოდ. გარკვეული მომენტის მერე ემოციები ქრება. ის, რასაც შენ ურთიერთობას ეძახი, რაღაც ხარისხში შეთანხმებაა. როგორ ხარ ასეთი უგრძნობი? ვერ ვიჯერებ. შემომხედე. იქნებ რამე გეგმა გაქვს თავში. მაგალითად რა? მე რა ვიცი. აღარ ვიცი რა ხდება შენს გონებაში. არ წახვიდე იმ ნიშნობაზე. ღვთის გულისთვის არ ქნა. არიღალო. 1 საათი წავალ იქ, მიულოცავ და მერე წამოვა. არა ძმაო, არ წახვიდე, გეფიცები რა, რამე შარში გაყოფ თავს. ენგინ. არაფერი მოხდება. უკვე გვიანია. იტალია წარმოუდგენელი ადგილია და იმისთვის რომ ადამიანებთან საერთო ენა გამონახო, არ არის ენის ცოდნა აუცილებელი. შენ თურქულად ლაპარაკობ, ისინი კი იტალიურად გიგებენ. ძალიან საინტერესოა, ძალიან სასიამოვნო, კეთილი ადამიანები არიან. წარმოუდგენლად მხიარულები. ქვეყნის ყველა ქალაქი ერთმანეთზე ლამაზია. ზღვა, ისტორია, ღამის ცხოვრება, დღის გართობა. რა კარგია. თუ ყველაფრით ვიმსჯელებ, ძალიან ბევრს ერთობი. და ხვალ ვერ შევხვდებით. რატომ? ოჯახური პრობლემები. ძალიან პირადული. როდიდან გახდნენ შენი ოჯახური პრობლემები ძალიან პირადული, ჯენგ? კარგად ხარ? მართლა კარგად ხარ, იმიტომ რომ იმ მომენტიდან რაც შევხვდით, უცნაურად იქცევი, რაღაც უცნაური ხარ. არა, უბრალოდ არის ერთი თემა, რომელზეც მინდოდა დაგლაპარაკებოდი. დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, მაგრამ ახლა მაგის დრო არ არის. კარგი. ქალი იქ რომ ზის, აი ის მარტო რომ ზის. მას მერე რაც მოვედით, სულ მიყურებს. მე რა მას ვიცნობ? არა, არ ვიცნობ. თვალს არ მაცილებს. მეც გავსულელდი. იქნებ ავდგეთ უკვე. თო, კარგი ავდგეთ. ვერ გავიგე საერთოდ რატომ შევხვდით. შენი ნახვა მინდოდა. იმიტომ რომ ძალიან კარგად მოქმედებ ჩემზე. ჩემზეც. მაშინ ზეგამდე. კარგი ზეგამდე. რომელი მხრიდან წახვალ? აქედან. მე აქედან წავალ. კარგი დროებით. ზეგამდე. ედა. ძალიან მომენატრე. შეხვედრამდე. შეხვედრამდე. მოდი. აიღე. ხოჭახ. მელო? დადა? კეთილი იყოს. ჩვენს დროში არის შენს გარდა ვინმე ვინც ბიგუდებს იყენებს? მე ყველა დრო ისლამაზმანი ვარ. 300 წლის წინ რომ დაუბადებულიყავი, გეფიცები მის მსოფლიო დამირჩევდნენ. შენ ახლაც მის მსოფლიო ხარ. შერწყოს მას ვინც ასე არ ფიქრობს. ასე ადრე რატომ მოხვედი? ჯენგ საქმეები ქონდა. ხოლაც გონია როგორც აღმოჩნდა. რაზე საუბრობდით, რა თქვა? შეიძლება ითქვას რომ ის უფრო ლაპარაკობდა. იტალიაზე ყვებოდა, მაგრამ ძალიან მხიარული იყო, ძალიან ბედნიერი. ცოტა უცნაური იყო. ზეგ შევხვდებით. რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა მითხრას. ღმერთო ჩემო. საინტერესოა რა უნდა გითხრას. რა? რა?
გოგო ის იდიოტი უეჭველი ხელს გთხოვს. რას ამბობ მელო ნუსულელობ. მისმინე იცოდა თუ დათანხმები არ დაგლოცავთ. რა გათხოვება ნუსულელობ. მნიშვნელოვანი შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს. აბსოლუტურად ყველაფერი. მე არ თქვა არ გაგიფრთხილები ვარო. არ თქვა რომ არ მithქვამს. მალე ხელს გთხოვს. მელო იქნებ მოიხსნა რაც თავზე გაქვს რომ ტვინს ჟანგბადი მიეწოდეს. არა სუფთა ჰაერზე ვართ. ძალიან კარგად ვარ. გონი ზედმეტად მოუჭირე. სახე მაქვს გაჭიმული. და საერთოდ რატომ მიხვდით მას? ხოლ მაღაზიაში აღრიცხვის მერე წვეულება იქნება? არა, მაღაზიაში არ წავალ. ვერ დაურეკავ და ვერ გავეთავისუფლები. ამჯერად ალბათ გამათავისუფლებით. რატომ? ბორტგამცილებლად წავალ. კარგ ფულს იხდიან. თუ არ წავალ, აღარ დამირეკავენ. ასე არ შეიძლება. მაღაზია მომგებიანი ვარიანტია. ასეთი სამსახურის პოვნა რთულია. აი რას გეტყვი. კარგი შენს ნაცვლად მე წავალ თანაც. ჯენკსაც არ უნდა შევხვდე. დედა მართლა? ანგელოზის ფრთები გაგაკლია. ოღონდ იცოდე რომ შენ მითხარი. რთული არ არის. მომიყევი დეტალები მგონი შევძლებ. არა, რთული საერთოდ არ არის, ნახე. ახლა ბოლო მომენტში დაურეკავ დირექტორს რომ ჩემს გარდა სხვა ვერავინ იპოვოს. წახვალ ქალს იპოვი, აი ასე გამოიყურება. ოღონდ ყურადღებას თუ მიაქცევ, კარგი? დანარჩენს კი ყავის მერე მოგიყვები. ყავას მოგიდუღებ. კარგი მიდი მოედუღე. დიდხანს სიცოცხლე დაო. Birdenbire takıldı ellerim ellerine. Birdenbire zaman bile duymadan. Bir yıldız bir çiçeği nasıl aydınlatırsa, ince narin dallarını kırmadan. Yüzümüzde ay ışığı, üstümüzde gökyüzü, menekşeler, yaseminler bizi dinler mi dersin? Sen yağmurun kardeşi, ben rüzgarın sırdaşı. İkimiz bir mutluluk düşü kurabilir miyiz dersin? შავი ქვედაბოლო თეთრი პერანგი მაღალქოსლიანი ფეხსაცმელი და თმა შეიკარი, კარგი? კარგი ვიცი. თვით ფრინავის დამკვეთი მგონი ქალია, ხილის სალათი და ჟასმინის ჩაი მიერთვი. არავითარ შემთხვევაში არ ილაპარაკო, არ უნდა რომ შეაწუხო, ყველაფერი ძალიან მარტივია. შავი ქვედაბოლო არ მქონდა, ამიტომ თეთრ პერანგს მოვიცვამ შავ კაბაზე, კარგი? კარგი, მშვენიერია, ძალიან ლამაზად გამოგივიდა. თვალი არ გეცეს. შენი სილამაზეა. Ya sen ne diyeceğim? აი რას გეტყვი. გუშინდელი გოგოს დასტომბაში რომ იყო. მერე ოფისში რომ მოვიდა. ო, რა მოვიდა? მისი სახელი გაიგე? მისამართი ტელეფონი. Niye ki? რატო? Aklıma takıldı. თავში მიტრიალებს რაღაც. მართალი ხარ ლამაზი გოგოა. სტიპენდია მიტრიალებს თავში ენგენ. სტიპენდია. კარგი, კარგი ვიპოვე. არი ხელ, როგორც კი ვიპოვე, შეგატყობინე. Tamam. კარგი. ჟასმინის ჩაი არა? კი, მაგრამ საყიდელი არ გაქვს. თვით ფრინავში არის პაკეტის ჩაი. პაკეტის ჩაი? კარგი გავიქეცი. დედა, საუკეთესო მეგობარი ხარ მსოფლიოში. დიდი მადლობა. მაგვიანდება წარმატება. მადლობა. ფრთხილად იყავი. სელკან? სელინმა ნიშნებაზე არ დამპატიჟა იცი არა? Evet abi. დიახ. დედა მხოლოდ მისი მეგობრები მოვა. პატარა წვეულება იქნება. შენ მიდიხარ? დიახ. მეგობრის სტატუსით? Evet abi. დიახ, დედა. რა სიმშვიდეა. რაც უფრო მეც ვფიქრობ, მით უფრო ტკივა თავი. ცოტა ხნის წინ დაშორდით. როდის იპოვა ეს ადამიანი სახელად ფერითი? კარგია რომ ძახვა. სელინი ჩვენი ჰოლდინგის პარტნიორია. დიახ, ურთიერთობა შეიძლება დამთავრდო, მაგრამ საქმეები გრძელდება. როგორ იქნება ეგ ვერ ვიგებ? რომ დაქორწინებულიყავით ერთად უხელმძღვანელებდით კომპანიას. Anne. დედა, კარგი ჩუმად ვარ. კარგია. ოღონდ იდეალური რძალი დავკარგეთ. აი რისი თქმა შემიძლია. Ayrılmaları büyük hataydı. შეცდომა იყო მათი დაშორება. ყოველთვის ვამბობდი ამას. მაგრამ ერთი შეცდომა უამრავ სხვა შეცდომას წარმოშობს. Göreceğiz. ნახოთ, Kesinlikle göreceğiz. ნახოთ.
თქვენი ნებართვით უნდა მომემზადო თორემ ნიშნობაზე დამაგვიანდება. კარგი ძვირფასო. გემრიელად მიერთე. მადლობა.